გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. პარციონო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობათ. მივესალმებით ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით მინდა მივესალმო საინგილოში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები. ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოს ნოსყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ცხადია ეს ყველაფერი უფასოდ. ასევე გახსნიათ და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი. კუთხით დაავადებულებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ კურნალობა. ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია უახლოეს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობისათვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი, ენდოკრინოლოგი ქალბატონი რუსუდან იაკობიშვილი. მოგესალმებით ქალბატონ რუსუდან, თქვენ არაერთხელ გამოსულ ხართ ჩვენი ტელეეთერის საშუალებით, გვისაუბრია შაქრიან დიაბეტზე და დღეს ჩვენი თემა იქნება დიაბეტთან დაკავშირებული ის პრობლემები, რომლებიც ძირითადად არა მარტო მედიკამენტებზეა დამოკიდებული, არამედ ფიზიკურ აქტივობასთან და დიეტასთან. და ჩვენს ტელემაყურებლებს აუხსნათ, რომ მარტო სამედიცინო პრეპარატებით არაფერი არ ეშველება თუ არ გაითვალისწინებენ ექიმის იმრჩევას, რომელიც დღეს თქვენ ამას აუხსნით და განუმარტავთ. თხოვთ ამასთან დაკავშირებით ესაუბროთ ჩვენს ტელემაყურებლებს. გისმენთ? თანამედროვე განმარტებით დიაბეტი არის ქრონიკული ჰიპერგლიკემიის სინდრომი. ჰიპერგლიკემია ნიშნავს სისხლში გლუკოზის მაღალ შემცველობას. დიაბეტის კურნალობაში დიეტა და ფიზიკური აქტივობა წარმოადგენს წამყვან რგოლს. ხშირად პაციენტები, როცა იგებენ, რომ აქვთ შაქრიანი დიაბეტი, მათ აშინებთ არა იმდენად დაავადების ქრონიკული ხასიათი და მისი გართულებები, რამდენადაც დიეტა. ხშირად პაციენტი არ არის გათვითცნობიერებული ამის შესახებ, მას გონია, რომ იცავს დიეტას, მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მნიშვნელოვანია იცოდნენ თვითონ რა სახის საკვები პროდუქტის მიღება შეუძლიათ. ცნობილია, რომ დიეტის დროს, შაქრიანი დიაბეტის დროს იზღუდება ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება. ნახშირწყლები თავის მხრივ არის მარტივი, შედარებით რთული და რთული ნახშირწყლები. მარტივი ნახშირწყლები იგივე ხილის შაქარი, ფრუქტოზა, ყურძნის შაქარი, გლუკოზა. შედარებით რთულ ნახშირწყლებს წარმოადგენს მალტოზა, ლაქტოზა და რთული ნახშირწყლებია სახამებელი გლიკოგენი, ცელულოზა. მარტივი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები ისეთი, როგორიც არის ჯემი, ხილფაფა, კომპოტი, ნამცხვარი, ტორტი, აუცილებლად უნდა იქნას ამოღებული კვების რაციონიდან. შედარებით რთული ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, მენაკლებად დაშვებულია რთული ნახშირწყლები. შეიძლება პაციენტისთვის, მაგრამ ესეც შეზღუდული რაოდენობით, ნელა შეიწოვება.
ვიცოდ უნდა მივცეთ რჩევა პაციენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრი პური ჩაანაცვლონ რუხი პურით, დაცეხვილი ხორბლისაგან დამზადებული ნაწარმით. ამ შემთხვევაში დღიური ნორმა 300-350 გრამით უნდა შემოიფარგლოს. მაგალითად, საუზმეზე შეუძლია მიიღოს 3 ნაჭერი პური, სადილზე 4 ნაჭერი, ხოლო ვახშამზე ისევ 3 ნაჭერი. კვება უნდა იყოს ხშირი, დაახლოებით 3-5 ჯერადობის, 3 ძირითადი სამჯერადი კვება იქნება ძირითადი, ეს იქნება საუზმე, სადილი, ვახშამი, ხოლო მათ შორის შუალედებში ჩართული უნდა იქნას დამატებითი კვება. ეს იქნება ძირითადად ხილი, ბოსტნეული. უმჯობესია დავიცვათ 2 საათნახევრიანი შუალედი. იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ რუხი პურის მიღებასთან დაკავშირებით პაციენტს ექნება კუჭნაცავის მხრივ რაიმე პრობლემა, შეუძლია რა თქმა უნდა მიიღოს თეთრი პურის ნაწარმი, მაგრამ ამ შემთხვევაში რაოდენობა იქნება შეზღუდული 200-250 გრამის ოდენობით დღის განმავლობაში. შეუძლია ასევე ვთქვათ 3 ნაჭერი პური თითო კვებაზე ჩაანაცვლოს, 1 ნაჭერი ხაჭაპურით ან 1 ნაჭერი ლობიანით, 1 მცირე ზომის მჭადით, შეუძლია მიიღოს 1 ცალი კარტოფილის ღვეზელი, 2 ცალი ბლინი, 4 ცალი ხინკალი, 6-7 ცალი პელმენი. აუცილებლად უნდა იქნას კვების რაციონში შეტანილი ცილოვანი პროდუქტები, ეს იქნება ხორცი, თევზი, კვერცხი, ხორცი ფხბოს, ბოჩოლის და ფრინველისგან გაცლილი ამოღებული უნდა იქნას კვების რაციონიდან მხოლოდ ბარკალი. მაგალითად, ასევე ღორის ცხვრის ხორცი საერთოდ უნდა იქნას ამოღებული, ნახარშები, ეს იქნება ხორცისაგან დამზადებული, პირველი ნახარში აუცილებლად უნდა იქნას გადაყრილი, თვალით ხილული ცხიმი უნდა მოსცილდეს საკვებ პროდუქტებს და შემდეგ მეორადად დამზადებული ნაწარმი მიირთვას პაციენტმა. კვერცხის გული გამომდინარე იქიდან, რომ ქოლესტერინის ჭაბ რაოდენობა შეიცავს, ყოველდღიურად მისი მირთმევა არ არის რეკომენდებული. კვირაში არაუმეტეს 2 ცალისა, ხოლო რაც შეეხება ცილას, მის მირთმევა შეიძლება ყოველდღიურად. რაც შეეხება ხილს, ხილი დამატებით კვებაზე შეიძლება იქნას მირთმეული შემდეგი ოდენობით, თქვათ 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი, 1 საშუალო ზომის ბანანი, 3 ცალი მანდარინი, 9 გრეიპფრუტი, 1 ცალი პორტოხალი, 2 ცალი გარგარი, 4 ქლიავი, ანუ ერთ-ერთი მათგანი იქნება ჩანაცვლებული დამატებით კვებაზე. აქ პურის მიღება, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდირებული დამატებით კვების პერიოდში, შეიძლება ხილთან ერთად ჩავრთოთ ბოსტნეული. ბოსტნეული თითქმის შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება მიიღოს პაციენტმა შემდეგი კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბროკოლი, კომპოსტო, ყვავილოვანი კომპოსტო, ხახვი, ნიორი, შეზღუდვა ვრცელდება კარტოფილზე, დღის განმავლობაში არაუმეტეს 2-3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილისა შეუძლია მიირთვას, სტაფილო 1-დან 3-მდე, ჭარხალი არაუმეტეს 1 საშუალო ზომისა დღის განმავლობაში, რაც შეეხება ცხიმებს, მაქსიმალურად უნდა იქნას შეზღუდული მარგარინი და კარაქი, დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 15 გრამს, ხოლო რაც შეეხება რძის ნაწარმს, აუცილებლად მაქსიმალურად უცხიმო, დაბალკალორიული, შეუძლია მიიღოს ასევე ნადუღი, დიეტური არაჟანი, მაიონეზი და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ფიზიკურ აქტივობაზე. ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობის დროს უმჯობესდება პაციენტის გუნება განწყობა, ინსულინის რეზისტენტობის მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას, ასევე არის გაუმჯობესებელი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში, შრომის უნარიანობა ამაღლებულია და ლიპიდების მხრივაც დადებითი ცვლები შეინიშნება. ფინეთში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევები, ეს იყო დიაბეტის პრევენციის პროგრამა და დიაბეტის კვლევის პროგრამა, სადაც შედარებული იყო რა შედეგი აქვს ფიზიკურ აქტივობას, იგივე მედიკამენტურ თერაპიასთან შედარებით და კვებასთან კომბინაციაში. ცნობილია შემდეგი შედეგები, მხოლოდ მედიკამენტით მკურნალობის ფონზე, იგივე ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი შემცირდა 31%-ით, მაშინ როცა პაციენტები მისდევდნენ ფიზიკურ აქტივობას, დიაბეტის განვითარების რისკი 58%-ით შემცირდა. აი, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობის გავლენა. ხოლო იყო კომბინაცია ფიზიკური აქტივობა პლუს მედიკამენტი და ამ შემთხვევაში რისკის შემცირება დიაბეტის განვითარების იყო 39%-ით. ცნობილია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკური აქტივობა შეადგენდეს 150 წუთს კვირაში, დღეში 20-30 წუთის ხანგრძლივობით, ეს შეიძლება იყოს ენერგიული ნაბიჯით, სიარული, აერობული ვარჯიშები და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია პაციენტმა გაათვითცნობიეროს თვითონ ერთდროულად სწორი კვების და ფიზიკური აქტივობის
შესახებ მნიშვნელობა. ცნობილია, რომ ხშირად პაციენტები, როდესაც იმყოფებიან ინსულინ თერაპიაზე, გონიათ, რომ მათთვის სწორი კვება, ანუ დიეტის დაცვა ისე მკაცრი რეკომენდაციებით არ არის საჭირო, მათ შეუძლიათ მიიღონ შეუზღუდავი რაოდენობით საკვები, ეს არის მცდარი მოსაზრება, რადგან როდესაც გარედან შეყვავს ანუ ეგზოგენური გზით ინსულინი, აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს მკაცრად მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა. ცნობილია, რომ პურის ერთეულები მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს მიღებული ინსულინის რაოდენობას. პურის ერთეული არის ნახშირწყლის ის რაოდენობა, რომელიც შეესაბამება 12.5 გრამ, ანუ საკვების ის რაოდენობა, რომელიც შეესაბამება 12.5 გრამ ნახშირწყლს. ანუ ჩვენ თუ არ გვეცოდინება, ვთქვათ, რამდენი ნახშირწყლს ვიღებთ, შესაბამისად ვერ განსაზღვრავთ მიღებული ინსულინის რაოდენობას. ასევე მნიშვნელოვანია ინსულინ თერაპიის დროს პაციენტმა მკაცრად დაიცვას საკვების მიღებასთან დაკავშირებული წესები. თუ ინსულინის ინjekცია იქნა გაკეთებული, მაგრამ კვება დაგვიანებული, ამას შეიძლება მოყვეს სისხლში შაქრის კრიტიკულ დონემდე დაცემა, ჰიპოგლიკემია და მასთან დაკავშირებული გართულებები. როცა იმყოფება ტაბლეტირებულ თერაპიაზე, ამ შემთხვევაში ვთქვათ, საკვების მიღების დაგვიანება 10-15 წუთით ისეთ მძიმე შედეგს, რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს. ამიტომ მნიშვნელოვანია გავათვითცნობიეროთ ჩვენი პაციენტები ამასთან დაკავშირებით და ავამაღლოთ ზოგადად ინფორმაციული ცნობადობა, ვთქვათ, დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების, სწორი კვების, ფიზიკური აქტივობის შესახებ და შესაბამისად ავამაღლებთ ჩვენ დიაბეტით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხს. ალბათ რუსუდან ძალიან კარგად ისაუბრეთ ვრცლად და აქ ერთია, რომ ჩვენს ტელემაყურებლებს საუხსნათ, რომ საგანგაშო არ არის ადამიანს თუ თქვა აღენიშნა შაქრის მაღალი დონე სისხლში. იმიტომ რომ დღეს თანამედროვე მედიცინის პირობებში შეიძლება მართვა ამ შესაბამისად აღნიშნული კუთხე დაავადებულების. როგორც თქვა მაგალითად, მაღალი წნევის დროს შესაძლებელია წამლით გაანეიტრალოს ან დასიოს წნევა და მთელი ცხოვრების მანძილზე კონტროლის ქვეშ იყოს და არეგულიროს თავისთავად, ისე როგორც დიაბეტის დროს, მაგრამ აქ ერთი არის ფაქტი, რომ ჩვენ საუბრობთ დიაბეტის დროს დიეტა, ფიზიკური აქტივობა. ადამიანი საერთოდ ცხადია, რომ როცა მას აქვს შაქრიანი დიაბეტი, რაღაც კლინიკური ნიშნები აქვს, მოვლენები აქვს. მაგრამ არის კიდევ ფაქტი იმისა, რომ მას არაფერი არ აწუხებს. შემთხვევით ან შარდის ანალიზს გასინჯავს, ან თუნდაც ცნობის მოყვარებისათვის გაიკონტროლებს, აღმოჩნდება, რომ მას აქვს შაქარი. ამ შემთხვევაში რასთან აქვს საქმე ჩვენ? ფარულია ეს დაავადება და ისე მოქმედებს? თქვენ გასაგებია თქვენი კითხვის არსი, დიაბეტი მართლაც ფარული დაავადება, მაშინ როცა უკვე ისმევა დიაგნოზი, დაავადება ფარულად შეიძლება იყოს უკვე 5-10 წლის და ზოგჯერ უფრო მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე. არსებობს ცნება ეგრეთ წოდებული პრედიაბეტი, რომელიც არის შუალედური მდგომარეობა ნორმასა და პათოლოგიას შორის, ან დიაბეტს შორის. ანუ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შაქრის მომატებულ ციფრებთან, მაგრამ არა იმ ზღვრამდე, რომ მას მივცეთ შაქრიანი დიაბეტის კვალიფიკაცია. ამიტომ არის აუცილებელი პაციენტის განათლება იმასთან დაკავშირებით, რომ რეგულარულად 45 წლის ასაკის ზემოთ ჩაიტაროს სკრინინგი დიაბეტის გამოსავლელად, 3 წელიწადში ერთხელ გააკონტროლოს სისხლში უზმო და ჭამიდან 2 საათში შაქრის შემცველობა. თუ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, თუ აღენიშნება ერთი ან რამდენიმე დამატებითი რისკის ფაქტორი. რა შეიძლება იყოს რისკის ფაქტორი? ეს იქნება ასაკი 35 წლის ზემოთ, სხეულის მასის სიჭარბე, წელის გარშემო წელილობა მომატებული, არტერიული ჰიპერტენზია, სისხლში ლიპიდების მაღალი შემცველობა. ცნობილია, რომ აბდომინური ანუ მუცლის არეში დაგროვილი ცხიმის შემთხვევაში, როცა ეს ჭარბია, დიაბეტის განვითარების რისკი არის საკმაოდ მაღალი და პირიქით სხეულის მასის შემცირება ყოველი 1 კილოგრამით 13%-ით ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების ალბათობას. ქალებში წელის გარშემო წელილობა, ზედაზღვარი 84-88 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მამაკაცებში 94 სანტიმეტრს. მნიშვნელოვანია სკრინინგულად განისაზღვროს შეფასდეს დამატებითი რისკის ფაქტორი იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება დარღვევა პრედიაბეტის სახით, ეს იქნება გაუარესებული გლიკემია უზმოდ, როცა მაჩვენებლები 5.6-6.9 მოლ/ლიტრის ფარგლებშია, ან გლუკოზით დატვირთვიდან, ანუ გლუკოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ სისხლში მაჩვენებელი 180-200 მგ/პროცენტის ფარგლებშია, მაგრამ არა, ვთქვათ, არ აღემატება 200 მგ/პროცენტს, როცა უკვე ჩვენ
ვაძლევთ დაავადება შაქრიანი დიაბეტის კვალიფიკაციას, ამ დროიდან უკვე უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე აქტიურად ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება ამ შემთხვევაში არის წამყვანი, რადგან ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა სწორი კვების ფიზიკური აქტივობის ზემოწინით შესრულებას აქვს ადგილი პაციენტის მხრიდან, დიაბეტის განვითარების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, ზოგ შემთხვევაში ნორმისკენ შეიძლება დავაბრუნოთ მდგომარეობა, ან შევინარჩუნოთ არსებული მდგომარეობა პრედიაბეტის სახით და არ მივცეთ თქვათ დიაბეტ ტიპი 2-ს პროგრესირების საშუალება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ვიცით, რომ დიაბეტი არის ვერაგი დაავადება, უკვე ჩამოყალიბების შემთხვევაში თან ახლავს გართულების სამიზნე ორგანოების მხრიდან, ისეთის როგორიც არის თვალი, გული, თირკმელები, ნუტრული სისხლძარღვები. მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს ასევე სისხლში ლიპიდების შემცველობა. ცნობილია, რომ ასაკთან ერთად ეს ლიპიდების მაყრელი შემცველობაც ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ქმნის, გულსისთავთა სისტემის მხრივ შეიძლება შეექმნას სხვადასხვა პრობლემები, აუცილებლად უნდა აკონტროლონ არტერიული წნევა პაციენტებმა, მიიღონ შესაბამისი ზომები და მისდიან ცხოვრების ჯანსაღწიეს. ეს ჩვეულებრივი ყოველდღიური მოთხოვნა ამ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისათვის, მაგრამ შეკითხვები ყველაფერ ამასთან ერთად არსებობს, იმიტომ რომ ადამიანი ძნელია რომ ნორმალურ პირობებში გრძნობდეს თავს და ამ დროს რაღაც გარკვეული პირობებით იყოს შეზღუდული, მაგრამ რა ქნა, ეს არის ალბათ ის დაავადება, რომელიც უნდა ავიტანოთ, რომ ვიტყვიან ასე. მაგრამ ერთი არის კრამტო რუსუდა, რომ ადრე უახლოეს წარსულში ასე გავრცელებული ვრცლად არ იყო. მედიცინა იყო მაშინ დაბალ დონეზე თუ უბრალოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარის და 21 საუკუნის დაავადება აღმოჩნდა ეს შაქრიანი დიაბეტი. ვინაიდან ტექნიკის განვითარებამ, უმოქმედობამ, საკვე პროდუქტებში თუნდაც გენმოდიფიცირებულმა კვებით პროდუქტებმა ან ნიტრატების რაოდენობამ ამან ერთობლივად იმოქმედა იმაზე, რომ ჩვენ არ ვიკვებებით სრულყოფილად. ანუ რა ხდება? გამომდინარე იქიდან, რომ დიაბეტი 21 საუკუნის დაავადება, მან მიიღო პანდემიის სახე, ანუ საერთოდ დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა უკვე დიაგნოსტირებული შემთხვევები 317 მილიონია, დიაგნოსტირების გარეშე 387 მილიონს აღემატება და სტატისტიკა ასეთია, რომ 2030 წლისთვის 552 მილიონამდე გაიზრდება დაავადებულთა საერთო რაოდენობა. რატომ მოხდა ასეთი სწრაფი ზრდა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაიხვეწა სამედიცინო დიაგნოსტიკის მეთოდები, გამოვლენის შემთხვევები ასევე არის საკმაოდ მაღალი, მაგრამ მეორე მხრივ, ის იქნება ურბანიზაცია, ასევე მნიშვნელოვანია დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით, ხალხი წავიდა სოფლიდან ქალაქში, შეიცვალა ცხოვრების წესი, ძირითადად სოფლის პირობებში ცნობილია, რომ უფრო მეტად იღებს მეტნაკლები სიხშირით, რა თქმა უნდა, პაციენტი ხილს, პროდუქტს, ბოზნეულს, ქალაქის პირობებში უფრო ეგრეთ წოდებული სწრაფი კვების ობიექტებში იკვებება, უმოძრაო ცხოვრების წესს მისდევს, თქვათ, ფეხით სიარული ჩაანაცვლა მანქანამ, გადაადგილდებიან ლიფტით და ღებულობენ ჭარბი რაოდენობით გაზიან სასმელებს, ამასთან დაკავშირებით რისკი, რა თქმა უნდა, გაზრდილია. მეორე მხრივ, დიაბეტი გამომდინარე იქიდან, რომ ყალიბდება გარემო და გენეტიკური ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგად, ცხადია, დამამძიმებელმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო დიაბეტის სიხშირის ზრდას. მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ საწყის ეტაპზევე ყურადღება მივაქციოთ იგივე ბავშვთა ასაკში კვების რეჟიმს. ცნობილია, რომ ხშირად ეს იქნება შემწვარი კარტოფილი, ეგრეთ წოდებული ფრიაი, გაზიანი სასმელები საკმაოდ მაცდუმებელია ბავშვთა ასაკში და ხშირად ჭარბი წონის ან სისუქნის შემთხვევაში ბავშვებში უკვე უნდა გაკონტროლდეს სისხლის გლუკოზის შემცველობა, რადგან თავიდან ავიცილოთ იგივე ტიპი 2 დიაბეტის განვითარება. ადრე თუ მიაჩნდათ, რომ ტიპი 1 ძირითადად თქვათ ბავშვთა ასაკში გამოვლინდებოდა, უკვე 10 წლიდან დღეისთვის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 შემთხვევები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
ყურადღება უნდა მიექცეს ჩვეულებრივ ფიზიკურ აქტივობას ისევ და ისევ ბავშვები მაქსიმალურად უნდა მისდევდნენ სპორტს და მავნე ფაქტორების აცილების შემთხვევაში შესაბამისად დიაბეტის გამეთარების რისკი იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. ადრე მინდა ყურადღება გავამახვილო ასევე ეგრეთ წოდებული დიაბეტური ტკბილეულზე. ეტიკეტით ასეთი იყიდება მაღაზიებში რა არის დიაბეტური ტკბილეული. ჩვეულებრივ მსგავსი იგივე პროდუქტები ნახშირწყლების შემცველობით, მაგრამ შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს მარილს, შაქარს, ცხიმს, მაგრამ დიაბეტური ტკბილეული არის ძვირი, თან შეიძლება თანახდეს კუჭნაძავის პრობლემები. ამიტომ არ არის სასურველი თქვა ჩავანაცვლოთ იგივე ხილი ცოცხალი ბოსტნეული დიაბეტური ტკბილეული. არიან პაციენტები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ვთქვათ, მაქვს ტკბილეულის მიღების სურვილი, რა ვქნა, მივიღო თუ არა ტორტის ულუფა ნამცხვარი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეუბნებით, რომ არსებული მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ ცოცხალი ხილით, არის გამონაკლისები, როცა იგივე საახალწლოდ ვაძლევთ ხოლმე ნებართვას მიიღოს ერთი ნაჭერი, ვთქვათ, ნამცხვარი, მაგრამ მაქსიმალურად აქ უნდა შეეცადოს, რომ მიღებული კალორიები დახარჯოს იგივე ფიზიკური აქტივობით და მაქსიმალურად ჩაანაცვლოს, ვთქვათ, ფქვილეულისაგან მიღებული ნაწარმოები იგივე ცოცხალი ხილით და ბოსტნეულით. გამტაროსოდან თქვენ აღნიშნეთ, რომ ძირითადად ეს არის უძრაობა და ეს არის კვებითი პროდუქტები, მაგრამ ხომ რაღაც გარკვეულ პროცენტს არ იწვევს დიაბეტის ჩამოყალიბებაში ნერვიული ფაქტორი და სტრესი. ვინაიდან ეს ჩვენი პერიოდი 21 საუკუნე ნერვიულობის ფონზე მიმდინარეობს, დაძაბულია საზოგადოება და არის ეს რაღაც ერთ-ერთი ინსპირატორი იმისა, რომ ადამიანს შეიძლება თქვა თუ კი მას აქვს ტენდენცია იმისა, რომ განუვითარდეს, შეიძლება ჩამოუყალიბდეს. სტრესი, რა თქმა უნდა, საერთოდ არასასურველ გავლენას ახდენს არა მხოლოდ დიაბეტზე, არამედ ნებისმიერ დაავადებაზე, მაგრამ როგორც არკე წამყვანი ფაქტორი, უბრალოდ ხელი შეიძლება შეუწყოს შაქრიანი დიაბეტის გამოვლენას. ხშირ შემთხვევაში ასეც არის ხოლმე, რომ სტრესის ფონზე გამოვლინდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ თქვა ერთი ფაქტორით განპირობებული დაავადება, ანუ ეს არის კომპლექსური გარემო და გენეტიკური ფაქტორები. გარემო ფაქტორებში ცხადია სტრესიც არის. ანუ ერთ-ერთი წამყვანი რგოლი შეიძლება იყოს გამოვლენის დროს უფრო მეტად. და ჩამოყალიბდება და შესაძლებელია მას უკვე დარჩეს ეს შაქრიანი დიაბეტი, უკვე ამ შემთხვევაში დაავადდეს. უბრალოდ ხელს უწყობს გამოვლენას. დიახ. და ჩამოყალიბებასაც გარკვეულწილად. გავდორუსთან თქვენ აქ აღნიშნეთ და ჩვენს ტელემაყურებლებს აუხსენეთ, თუ რა ფარგლებშია თქვათ შაქრის შემცველობა სისხლში და რა ითვლება ამ შემთხვევაში მოდი დაავადებად და რა არ ითვლება. მაგრამ არის შემთხვევები, რომ მოქალაქე, ახლა ყველას აქვს ოჯახში თითქმის სასინჯი აპარატი. ნახავ, შეიმოწმებს უზმოზე მას აქვს აბსოლუტური ნორმა, კვების შემდგომ აქვს მაღალი. ეს ერთი. შეიმოწმებს აქვს უზმოზე მაღალი, კვების მერე ნახავს აქვს ნორმა, დაბალი. აი პრედიაბეტს კი თქვენ აღნიშნავთ, მაგრამ აი ეს რა შეიძლება აუხსნათ და როგორ განუმარტოთ. დიახ, ეს გახლავს სწორედ პრედიაბეტი, რომელიც გამოვლინდება ან გაუარესებული გლიკემიით უზმოდ, როცა მაჩვენებელი ნორმას აღემატება უზმოზე, ან პირიქით კვებიდან 2 საათში არის დარღვეული მაჩვენებელი. ანუ რა ხდება, ესე იგი ტოლერანტობა არის დარღვეული გლუკოზისადმი. ინსულინ რეზისტენტობა ვითარდება, ანუ ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება პერიფერიული ქსოვილების მიერ ეს იქნება კუნთოვანი, ცხიმონი ქსოვილი და ღვიძლი. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტმა უკვე დაიწყოს ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე. პრედიაბეტის ეტაპზევე ეს იქნება სწორი კვებით და ფიზიკური აქტივობით. როდის უნდა განვიხილოთ თქვათ პრედიაბეტის სტადიაზე მედიკამენტით მკურნალობის აუცილებლობა. იმ შემთხვევაში თუ თქვათ 3-6 თვის განმავლობაში არ გამოიღებს შედეგს სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა, ფიქრობთ მედიკამენტზე, როცა გვაქვს ერთ-ერთი დამატებითი რისკის ფაქტორია, შეიძლება იყოს ასაკი ნაკლები 65 წელზე, სხეულის მასის ინდექსი მეტი 35 კილოგრამ/მეტრ კვადრატზე, ანუ როცა გვაქვს უკვე სიმსუქნე, როცა არის ტრიგლიცერიდების მომატებული შემცველობა სისხლში, სახეზეა არტერიული ჰიპერტენზია, ამ შემთხვევაში უკვე ვფიქრობთ, დავიწყოთ თუ არა მკურნალობა მედიკამენტით. და ეს მედიკამენტებით მკურნალობა უკვე ერთჯერადია თუ საერთოდ უკვე თავის ცხოვრების მანძილზე მან უნდა მიიღოს, აი? ერთჯერადი
ანუ რაღაც პერიოდის განმავლობაში შეიძლება იმყოფებოდეს მედიკამენტით მკურნალობაზე და შემდეგ უკვე შევინარჩუნოთ არსებული გაუმჯობესებული მაჩვენებლები გლუკოზის, სწორკვებით და ფიზიკური აქტივობით. ანუ რაღაც ინტერვალით შეიძლება ჩავთვალოთ, თქვათ, მივახმაროთ ეგრეთ წოდებულ ინსულინის მიმართ გრძნობილობის გაუმჯობესებას მედიკამენტი, მაგრამ უკვე მომდევნო ეტაპზე თავისუფლად შესაძლებელია ფიზიკური აქტივობით. ჩვენ საუბრობთ სამედიცინო ენაზე, მაგრამ ტელემაყურებლებისთვის რომ გასაგები იყოს აუხსნათ, რომ ეს ტრიგლიციდები თქვენ რაღაც აღნიშნეთ, რომელიც არის ხოლესტერინის შემოწმების პერიოდში ლიპიდების დროს და მან თვითონ ვერ მიხვდება ის უნდა შეიმოწმოს და ნახოს და თუ ის ტრიგლიციდებს მოიგوارებს, რომ დასწევს ნორმის ფარგლებში, ამ შემთხვევაში დარეგულირდება ავტომატურად ეს შაქრიანი დიაბეტის მდგომარეობა თუ ის ისევ იქნება? მარტო ტრიგლიცერიდებზე ცხადია, ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი დამატებითი რისკის ფაქტორი იგივე ასაკთან, არტერიული წნევის მატებასთან და სხეულის მასის სიჭარბესთან ერთად. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე პაციენტს ყავს თუ არა პირველი რიგის ნაცავები, აქ იგულისხმება დედა, მამა, გენეტიკას, რა თქმა უნდა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს. ეთნიკური კუთვნილება ცნობილია, რომ იგივე აფროამერიკელებში, ლათინოამერიკელებში დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია. ანუ რამდენიმე ფაქტორია, რომელსაც უნდა რისკის ფაქტორი, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება, თუნდაც იგივე პრედიაბეტის შემთხვევაში, მედიკამენტით მკურნალობის საკითხის დაყენებისას. და საერთოდ ადამიანები დღეს ექცევიან სტრესის ქვეშ თუ მას შემთხვევით გაიგო, რომ აღმოაჩნდა შაქრიანი დიაბეტი. ამ შემთხვევაში სასოწარკვეთას უნდა მიეცეს თუ თავის თავში დააგონოს, რომ ეს არის ქრონიკული, მოდი ამ შემთხვევაში დაავადება, რომელიც მართვადია და რომელიცაც უნდა შეეგუოს და ხელი შეუწყოს. და ეს განაჩენი არ არის, რომ იტყვიან, ეს შესაძლებლობა იმისა, რომ მან მით უმეტეს თანამედროვე ტექნიკის პირობებში, რომ ყოველთვის შეძლოს, აი თქვენ რას ურჩევთ ამასთან დაკავშირებით. სასოწარკვეთას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს, ცხადია, რომ ეს არის ქრონიკული დაავადება, უნდა იცხოვროს დიაბეტთან ერთად. ამბობენ კიდეც, რომ დიაბეტი ეს არის ცხოვრების წესი, სწორი კვების, ფიზიკური აქტივობის პირობებში თავისუფლად ყოველგვარი გართულებების გარეშე შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში იყოს შრომის უნარიანი, მის ცხოვრების ხარისხი იყოს საკმაოდ მაღალი. და მისდიოს გართულებების პრევენციის მიზნით ცხოვრების ჩანსახწეეს. და იყოს აქტიურად ჩართული ცხოვრებაში. დიაბეტი არ არის თქვა სტიგმა, რომ ხელს უშლიდეს ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებაში. არანაირად ჩვეულებრივი დიაბეტით დაავადებული აგრძელებს ისეთივე აქტიურ ცხოვრებას, როგორც თქვა ჯანმრთელი ადამიანი. მოვლის პირობებში, ცხადია. დიახ. და თქვენ საუბრის დასაწყისში გააჟღერეთ, რომ ადამიანები ახლა ცოცხალი ორგანიზმია და მას აქვს კიდეც იმის სურვილი, რომ ესა თუ ის კვებითი პროდუქტი მიიღოს, მოთხოვნადი, რომელიც არის და ამასთანავე ერთად, რომელიც ცხადია მისთვის სამწუხაროდ, მაგრამ შეიცავს დიდი ოდენობით ნახშირწყლებს. განსაკუთრებით იმ სადღესასწაულო დღეებში, როგორც არის თქვათ, ახალი წელი ან ნებისმიერი სხვა მის ოჯახში ან საერთოდ სამეგობროში ის სუფრა, რომელზეც ის იქნება მიწვეული. თქვენ როგორც ექიმი წეან აღნიშნეთ, რომ შეიკავოს თავი, ცოტა მიიღოს, მაგრამ ეხლა ქართული ნათქვამია, რომ ადაჭამაში მოდის. ეხლა ის იმ მომენტში უკვე ვეღარ საზღვრავს იმას და ცნუნებას ვერ უძლებს ამ შემთხვევაში. თქვენ სპეციალისტი ექიმი როგორ ეტყვით, როგორ დაარეგულიროს იმ სუფრაზე, რომ ისიც მიიღოს, მაგრამ მეორე დღისით რა გააკეთოს, ან წინა დღისით რა გააკეთოს, როცა იცის, რომ მას ასეთი მდგომარეობა შეიძლება შეემთხვას. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი წელი მოდის, რა თქმა უნდა, პაციენტებმა მაქსიმალურად, ზომიერების ფარგლებში შეუძლიათ მიირთვან სხვადასხვა. ჩვენთვის დამახასიათებელია გოზინაღი, როგორ შეიძლება ჩვენმა მოქალაქემ ახალ წელს თავის ოჯახში დილით უზმოზე გოზინაღი არ მიირთვას, იმიტომ ეს ტრადიციაა. დიაბეტით დაავადებულმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს, მიიღოს მცირე რაოდენობით ზომიერად, მაგრამ თუ თვითონვე იგრძნობს, რომ გადააჭარბა მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა, შეეცადოს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს ენერგეტიკულად, ეს იქნება ფიზიკური აქტივობის სახით, რომ რამენაირად გაანეიტრალოს აღნიშნული მდგომარეობა, თავიდან აიცილოს სისხლში შაქრის მატება. და ახლა ჩვენი საეთერო დრო იწურება, მაგრამ მინდა მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს ჩვენი საზოგადოება, რომ ადამიანი ხშირად ხდება ხოლმე
როდესაც შეიმოწმებს სისხლში შაქრის დონეს, თქვათ მაგალითისთვის აქვს 16. რატომღაც მეორე დღეს ნახავს აქვს 9 ან 8. რას ნიშნავს ეს მაღალი დაბალი ეს რასთან არის დაკავშირებული? არც დიეტას იცავს, არც არაფერს. ჩვეულებრივ არის ის. ორგანიზმი რა თქმა უნდა განსხვავებულად რეაგირებს. თვითონ ორგანიზმი მუშაობს ამ შემთხვევაში უკვე კუჭქვეშა ჯირკვალი? ამ შემთხვევაში უკვე პრობლემა ცხადია, როცა აქვს 16, ესე იგი პანკრეასის მხრივ არის პრობლემა ინსულინის სეკრეციასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ საწყის ეტაპზე ინსულინი ჭარბად გამომუშავდება ხოლმე, პანკრეასის უჯრედები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, როცა ვთქვათ პაციენტი არ იცავს დიეტას და არის ზოგადად კვების რეჟიმი დარღვეული, გონია პანკრეას, რომ ვთქვათ ინსულინი არ არის საკმარისი რაოდენობით, ის ჭარბად გამოიმუშავებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ფუნქცია ქვეითდება და უკვე დგებით ინსულინის დეფიციტის საშიშროების წინაშე. ამის ფონზე ყალიბდება სწორედ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, შაქრიანი დიაბეტის სხვა ფორმები ასევე. მეორადად განვითარებული. და თქვენ ძირითადად არ შეეხეთ ასაკს. კი, ზოგადად ხაზი გაუშვით, მაგრამ სტანდარტების მიხედვით, მაჩვენებლების მიხედვით, როგორ შეიძლება ერთი და იგივე მაჩვენებელი ჰქონდეს, თქვათ 30 წლის მოქალაქეს და თუნდაც 70 წლის ან 75 წელსაც ორგანიზმი ცოცხალი მექანიზმია და ის ცვეთას განიცდის, ატროფიას განიცდის და ეხლა ასაკოვანი ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვალი ცხადია ისე ძლიერად, ისე კარგად ვერ იმუშავებს და ვერ გაუწევს თქვათ სხვა ორგანოებს თქვათ გვერდში დგომას, როგორც თქვათ ახალგაზრდა ასაკის და არ არის ციფრობრივად განსხვავებული. ეხლა არტერიული წრევის დროს ამობენ რომ ახალგაზრდასა უნდა იყოს ამ ზომის ფარგლებში, ცოტა ასაკიანისა ამ ზომის ფარგლებში არის რაღაცა განსაკუთრებული ცოტა სხვაობა და შაქრიანი დიაბეტის დროს ეს არ არის? ან დიაბეტის შემთხვევაში ესე განსაზღვრული განსხვავებული ნორმები ახალგაზრდის ასაკში რო არის თქვათ სიტყვაზე ვამბობ შაქრიანი დიაბეტი თქვათ 120 მაქსიმალური ზღვარი თუნდაც თქვათ 6 და 6 ან 6 და 5 თქვათ მაგალითისთვის კვების შემდგომ ასაკიან ადამიანში რატომ არ შეიძლება იყოს თქვათ 7 და 8 არ შეიძლება არსებობს საერთაშორისო ნორმები მაგრამ ეს ხო ორგანიზმი ხო მაინც გასაგებია მაგრამ პანკრეასი მუშაობს როგორც ახალგაზრდა ისე ზრდასრულ ასაკში უბრალოდ ასაკის მატებასთან ერთად იგივე დამატებითი რისკის ფაქტორები არის მეტი და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ 35-45 წლის ასაკის ზემოთ ყურადღება მიაქციოს რისკის ფაქტორებს და თავიდან აიცლოს ტიპ 2 დიაბეტის განვითარება. არ არის ესე რომ თქვა ახალგაზრდა ასაკში უნდა იყოს შედარებით ნაკლებად მკაცრი კრიტერიუმები და ასაკის მატებასთან ერთად თქვა შაქრის მაჩვენებელიც მაღალი მაჩვენებელი უკვე ნორმად მივიჩნიოთ. ასე არ არის ასე ვთქვათ რომ ჩავთვალოთ იგივე მაღალი მაჩვენებელი ხო? ვით მაღალი მაჩვენებელი უბრალოდ ციფრებში ხომ არ გამოიხატება ის გამომდინარე იქიდან რომ დიაბეტთან ახლავს თავისი გართულებები, ესე იგი ჩამოყალიბდება და შესაბამისი გართულებების განვითარება იქნება მაღალი. ამიტომ კაცრად უნდა იქნას დაცული ნორმები როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმულ ასაკში. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ბავშვი, ზრდასრული თუ ხანშესული ადამიანი. და სტატისტიკურად ჩვენ როგორ აგვაქვს მდგომარეობა საქართველოში გამოვლინება ახალგაზრდებში უფრო არის თუ ასაკიან ადამიანებში, ქალებში თუ კაცებში? ტიპ 2 დიაბეტის ცხად დაავადებულთა რაოდენობა, საერთო რაოდენობა არის მაღალი როგორც საქართველოში, ისე საერთოდ გამოვლენის დაახლოებით 45-60 წლის ასაკში არის ყველაზე მაღალი სიხშირე ტიპ 2 დიაბეტის გამოვლენის თვალსაზრისით. მათ შორის მამაკაცებში ალბათ უფრო, იმიტომ რომ ისინი არ იცავენ უფრო. ქალებშიც და მამაკაცებში. კვებით რეჟიმს მამაკაცები უფრო არ დაიცავენ, ცხადია, იმიტომ რომ ხშირად უხდებათ წვეულებებზე, სუფრებზე გადაჭარბებულად მათ საკვების მიღება და შესაძლებელია მეტი იყოს. ორივე სქესის წარმომადგენლებში საკმაოდ მაღალია ამასაკოპრივ 45-60 წლის ასაკში უკვე გამოვლენა. კავტორუსთან ჩვენი საეთერო დრო თითქმის ამოიწურა და რამე ხوار გამოგრჩა ისეთი, რომელიც აი წინა საახალწლოდ კიდევ შეიძლება რომ ჩვენს მოქალაქეებს აუხსნათ მივაწოდოთ. მაქსიმალურად შეეცადონ რომ არ გადაიტვირთონ იგივე ცომეულით ტკბილი პროდუქტებით და მისდიონ ცხოვრების ჯანსაღწიეს შეეცადონ არსებული კალორიები დაწვან ენერგეტიკული და გაითვალისწინონ ის მოთხოვნები, რომელსაც მათ ექიმი მიუყენებთ, ცხადია, რომ შემდგომში პრობლემები არ შეექმნათ. გაიხარჯონ მაქსიმალურად ენერგეტიკულად, მისდიონ ფიზიკურ აქტივობას, განსაკუთრებით წინა საახალწლო და ახალი წლის შემდგომ პერიოდში. გასაგებია. დიდი მადლობა.
მინდა ისევ ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენო, რომ გადაცემა ჯანმრთელობის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები. ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა ამიზანდნენ 40-დან 70 წელს ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოს ნოსყელის გამოკვლევა 25-დან 60 წელს ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წელს ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წელს ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ცხადია ეს ყველაფერი უფასოდ. და აქვე გახსნა და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი. შესაბამისი კუთხით დაავდებლებს შეუძლიათ მიმზადდნენ და ჩაიტარონ მკურნალობა. მე წარმოგიდგენ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარს. გურჯაანის ჰიპოკრატეს, შეპასა ჰიპოკრატეს ექიმი ქაბატონი რუსუდან იაკობიშვილი, რომელიც არის ენდოკრინოლოგი, გვესაუბრა ამ მნიშვნელოვან დაავადებაზე და მოგცა ის რჩევები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია. ალბათ ქაბატონ რუსუდან ჩვენი ტელემაყურებლები გაითვალისწინებენ ყველა იმ რჩევას, იმ დარიგებას და მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ეს სადღესასწაულო დღეები იქნება თუ ნებისმიერი ცხოვრებისეული მათთვის განსაკუთრებული დღეები, ხელი შეუწყონ თავის ორგანიზმს და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. ცოტა დიდხანს იცოცხლონ. ჩვენი მისამართია მე დავამატებ პაციენტებისთვის შეუძლია მოგვართონ შპს ჰიპოკრატეში და სოფელ ვაისურნის პოლიკლინიკა მკურნალში. აუცილებლად გაითვალისწინებენ. მინდა თქვენთან ერთად დავშვიდო, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი.